100,000 ქართველი მოწამის ხსენების დღეს 5 საათზე აღევლინება პარაკლისი მეტეხის ხიდზე. სწორედ დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ უნდა ვისაუბროთ მოძღვართან ერთად. ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია შემოგვიერთდა. მამა შალვა, დილამშვიდობისა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. გილოცავთ, გილოცავთ დღეს ქვეყანას სულოცავ ამ დღეს და მარტო საქართველოს არა, მართლმადიდებლურ სამყაროს სულოცავ ამ დღეს, იმიტომ რომ ეს ყველა მართლმადებლისათვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ნამდვილად და განსაკუთრებულად ვზეიმობ და აღნიშნავთ, რა თქმა უნდა, და გვინდა რომ არსის დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ ვისაუბროთ და გავიხსენოთ ის ისტორიული კონტექსტი, რამაც განაპირობა, ვთქვათ, ეს თავშეწირვა, თავგანწირვა ქართველების, რომლის ანალოგიც არ არსებობს მსოფლიოში, ხო? ვთქვათ, როდესაც 100,000 ადამიანი ესე წირავს ღვთისთვის, სარწმუნოებისთვის თავს. აი, პირველ რიგში მნიშვნელობის შესახებ რომ გითხრათ, რა მნიშვნელობის არის დღევანდელი დღე და შემდგომ უკვე გავიხსენოთ ისტორია, ვთქვათ, რა მოხდა. პირველ რიგში ნიშნავს, რომ თვითონ ერის სულს ნიშნავს, რომ როგორი სული აქვს, როგორი სული ქონდა ერს, რომ მზად იყო წარმოდგენა ადამიანები, რომ საკუთარი შვილები გაეწირათ, ხო ეს შეთავაზება იყო, რომ უნებოდნენ, რომ ხაცფეხი დააბიჯე და შენ შულს თავს არ მოვაჭრი. ან ქვაზე არ დავანარცხებ და მშობლები იყვნენ მზად იყვნენ, რომ ეყურებინათ შვილების სიკვდილზე. და ხაცფეხს არ ისე როგორ თავაზობენ რომ თავი ხაცფეხი დააბიჯე კიდევ უფრო მარტივია მიდიხარ როცა ხა შენ შულს ეხება მშობლები ვარ და ვიცი რას ნიშნავს შვილი და შენ შულს ახლა თავს მოვაჭირი თუ ხაცფეხსთან იცი რომ ქრისტიანი ხარ და იცი რომ ღმერთი გაპატიებს მე რო შეინანო ან რო თქო მე ღმერთს მაპატიე ღმერთი გაპატიებს ამას ესეც იცით ან ქრისტიანი ხარ და მიუხედავად ამისა არც კი დაუშვიათ ეს ქართველებს და არც კი ერთმა ადამიანს კი არ და გუშინ მკითხულობდი ქართლის ცხოვრებას და ეს საოცარი აი არ ვიცი საშინელ დაღწევილი ეს ყველაფერი და აი ქვაზე ანარცხებდნენო პირდაპირ ამ ბავშვებსო რა და ზოგს თვალი უვარდებოდაო ამ ქვაზე ეს საშინელ დაღწევილი ცალხელში ეს ბავშვები ეჭირათო და მეორე ხვრითო შუაში შეხავდნენ ამ ბავშვებს თოთო ბავშვებს პირდაპირ და ამას მშობლები უყურებდნენ წარმოიდგინე ამ ყველაფერს და ერთადერთი რამ უნდა გააკეთებინა ამ მშობლებს ხაძე უნდა ებიჯებინათ ფეხი შეურტა გადასულიყო ხიდის მეორე მხარეს და მათი შვილები გადარჩებოდნენ ცოცხლები დარჩებოდნენ მათი შვილები მაგრამ მათ იცოდნენ რომ ქრისტიანებმა იცოდნენ რომ მარადეული ცხოვრება არის ეცაში და ადამიანის სამქვეყნიური ცხოვრება არის დროებით ერთადერთი რამე რაც ჩვენ ცხოვრებაში მოხდება ჩვენ ყველანი გარდავიცვლებით და ქრისტიანში წავდგებით და მათ ეს ბოლომდე გააზრებული ქონდათ ამიტომ არც ერთ მათგანს გავსი რამე არც კი გავაფიქრებიათ გონებაში რომ ხაზზე შეურწყო მიეყენებინათ და გადასულიყვნენ მეორე მხარეს და ამით საკუთარი თავი და საკუთარი შვილების გადაერჩინათ რა უნდა ისაოს დღეს აქედან ერმა ერთ-ერთადერთი რამე რომ ჩვენ ღვთის ერთგულიერი ვართ ჩვენი ერი ყოველთვის ერთგულობი და ღმერთს მეორე უმთავრესი მომენტი რაც არის რატო დაეშვა ქვეყანაზე ესეთი დიდი განსაცდელი რატო დაეშვა ეს განსაცდელი როცა საქართველოს ისტორიას გადავხედავთ ვიცით რომ აი თამარ მეფის დროს თამარ მეფის ამ უდიდესი წმინდით და უდიდესი მოღვაწეობით მისი პირადი მაგალითით ამ ქრისტიანული საქციელისა ცხოვრების წესისა მისი აი ფეხშველას სიარული თლოსებისა შედეგი რა დადგა მოვიდა ოქროს ხანა დადგა ოქროს ხანა მაგრამ მე მისმა შვილმა როგორც ისტორია აღწერს აი ესე წერია ეს ქართულ ცხოვრებაში რომ მისმა შვილმა ლაშა გიორგი მოკლე ახალგაზრდების შემოიკრიბაო ირგვლივო და დაიწყო ეს აი ესეთი სიმღერები რაღაცა ღმერთის სიმღერები და ცივი სიმღერები რა ლაღობა დაიწყო ეს სიტყვის ხმაროს გალაღდაო ლაშა გიორგი და გალაღდა მასთან ერთად თელი ერი ანუ გალაღდა მთელი ერი მასთან ერთად ანუ ადამიანები მიეცნენ ძალიან ეს არაწმინდა ცხოვრებას და ძალიან ეს ბრუშობაში ცოდვაში არაწმინდა ცხოვრები დაიწყეს ცხოვრება და საერთოდ მე ლაშაგირის გარდაცვალების შემდეგ მისი და რუსუდანი დადგა უკვე მეფე ანუ მმართველად სახელმწიფოს მმართველად და რუსუდანის როგორც კი დაინახა მონღოლები მოდიოდნენ მასზე და უკვე თავდასხმოვანი ყოფილიყო საქართველოზე პირდაპირ მისი წერილი მან მიმართა რომის პაპს მიმართა ეს რამეს ეუბნება რომ ოღონდ დაგვეხმარე ახლა ბრძოლის ველზე შეგვეწია ამაში და მე და თელი ჩემი ერი შეიცვლი ჯულს ანუ გავხდებით კათოლიკები აი მეტყვი ეს გავსი მიმართვა იყო წარმოიდგინე ეს მიმართვა იყო და ანუ ერმა შეიცვალა დამოკიდებულება ღმერთთან დამოკიდებულება ამიტომაც დაეშვა ამ ხელა განსაცდელი ამას ზანდი დაფიქრე უჭირდა იმიტომ რომ ესე მარტო ესეთი რაღაცის პირდაპირ არ მოხდა რა რაღაცამ გამოიწვია და ჩვენ ცხოვრებაში ესეა დავაკვირდით ჩვენ ცხოვრებაში ხო როცა ჩვენ ღმერთს განვეშორებით და ჩვენ ქრისტეს ჩვენ ცხოვრებიდან განვაგდებთ ჩვენ ცხოვრებაში ეშვება ძალიან დიდი განსაცდელები განსაცდელი არის ორგვარი და ორი სახისაა განსაცდელი არის განსაცდელი როდესაც შენ
შენი ცხოვრებით იმსახურებ ამას, შენი არაწმინდა ცხოვრებით და არასწორი ცხოვრებით უნდა ღმერთო გამოგაფხეზლოს და ამიტომ ეშვება განსაცდელი რომ შენ ცოტა გონს მოეგო და შენი ცხოვრების წესი შეცვალო ის არასწორი ცხოვრების წესი და არის მეორე სახის განსაცდელი, როდესაც შენ სულურად იზრდები, უფრო დიდ სიმაღლეზე გინდა ახვიდე სულიერ საფეხურზე და ამ შემთხვევაში შეცდება განსაცდელი შენზე რომ აბა როგორ გადაიტან ამ განსაცდელს და გამოიწვია კიდევ უფრო დიდ სულიერ სიმაღლეზე ახვიდე. ეს შემთხვევა ასეთ მოწამე შემთხვევა იყო ერის განსაცდელის პირველი სახე. ანუ ჩვენი დაცემულობის გამო, ჩვენი არასწორი საქციელის გამო და ეს ამას ჩვენ ძველათქმაში ხშირად ხვდებით ხოლმე ებრაელები განუდგებოდნენ ღმერთს და ღვთის რჯულს აღარ იცავდნენ და მიეცემოდნენ არაწმინდა ცხოვრებას, მათზე დიდი განსაცდელი ეშვებოდა. ზუსტად ესეთივე რაღაცა მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. ამიტომ ეს დიდი მაგალითი უნდა იყოს ქართველები ჩვენი ერის, როგორც ეს არის უდიდესი დღე ქრისტიანობის და ეს არის საოცარი დღე, როცა ამდენმა ადამიანმა თავი გაწირა ქრისტესთვის და მათ საკუთარი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნეს და თუ დღეს კიდევ ჩვენ ვარსებობდა, თუ ჩვენ დღეს კიდევ ქართულად მეტყველებთ, ისე მართლმადიდებლები ვართ, დღეს კიდევ ტაცრებია ტაძრებში წრეულოცვა მიმდინარეობს, არის აი ამ ადამიანების დამსახურება, ვინც აქ ეკრანზეა გამოსახვა, აი ამ წმინდანების დამსახურება. მათი ლოცვით დგას დღეს კიდევ ჩვენიერი, მათმა ლოცვამ მოიყვანა დღევანდელ დღემდე ჩვენიერი და იმ ჩვენმა წმინდანებმა და ჩვენმა მოწამეებმა განაპირობა ისო დღეს ჩვენ ქართველები ვართ და დღეს ჩვენ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ და ისე მართლმადიდებლები ვართ. დიახ, მამაშალო, აი სწორედ ეს არის, რაზეც ახლა საუბრობთ ალბათ, იმის პასუხი თუ რატომ აღნიშნავთ და ულოცავთ დღევანდელ დღეს ერთმანეთს. სასტიკი დღე იყო ბუნებრივია ჩვენს ისტორიაში. და ჩნდება ადამიანებში საზოგადოებაში შეკითხვა, რომ აი ასეთ სასტიკ დღეს რატომ აღნიშნავთ და რატომ ვლოცავთ. რა არის სინამდვილეში მისი პასუხი და მსაუცერად გამახსენდა ახლა უცებ ამას რომ ამბობდით, აი ასეთი მოწამის სცენების დღე იყო, გადავიხადეთ პარაკლისი, მეტეხისღეზე შეუვლებოდა 5 საათზე უწმინდეს სული ხდა ხოლმე ამ პარაკლისს და გადავიხადეთ ეს პარაკლისი, წამოვედით საპატრიარქოში და ტრაპეზია ჩვენს საღამოს ტრაპეზია და უწმინდეს ზის ამ ტრაპეზთან და რაღაც საუბრობთ და უწმინდეს ამოსეთ რამეს რომ დღე ახლა წარმოსად ვიყავით ახლა ჩვენ ვიყავით მეტეხისღეზე, სადაც წარვდე რამოდენიმე საუკუნის წინ 100,000 ადამიანს თავი მოკვეთეს, იქ აღწერია რომ დინარეს ვერ მიქონდა გვამებიო, ანუ დინარე გადაიკეტაო, გვამებით იყო სავსეთელი ქალაქი წარმოიდგინე, მტკვარი რამოდენიმე კილომეტრზე წითელი იყო მთლიანად, ესეთი საშენელება იყო წარმოიდგინე, დედებმა და მამებმა საკუთარი შვილების სიკვდილი ნახეს. ესეთი ტრაგედია მოხდა და დღესო ჩვენო ყველანიო ამ დღესასწაულობთ და გვიხარიაო. წარმოიდგინე ამ დროს ამხელად ტრაგედიას რო შეხედო რა, ხორცელი თვალით, ამხელად ტრაგედია იყო რეალურად და ჩვენ დღეს ამას ხარო და დღესწაულობთ. ახლა ვიღაცა რო შემოხვდა ხორცელი თვალით, ახლა ჩვენ საშინელი ხალხი არ არსებობს და ჩვენ სუდი ხალხი არ არის, რომ ეს დღეს ამდენი ადამიანის სიკვდილს დღესასწაულო გვიხარიაო. მაგრამ აბა შეხედეთ ამას ქრისტიანი თვალით, რამხელა სიკეთი აქვს ისგანო, რამხელა წყალობა აქვს ისაგან რომ ჩვენ ხო ყველანი მარადილ ცხოვრებას ვემზადებითო და უკვე ეს ადამიანები ჩვენი შემწევიდან მფარველები არიან ამ ქვეყანაში, ანუ ჩვენი დამხმარეები არიან. ანუ თუ ქრისტიანული აზროვნებით ამას არ შევხედავთ და ვერ შევხედავთ ქრისტიანული აზროვნებით, ბუნებრივია, მაშინ ეს ყველაფერი არის აი როგორც პავლე მოციქული ამბობს, სისულელე, აი ბრძენთავის ამ ქვეყანური ბრძენთავის ეს ყველაფერი სისულელე, მაგრამ ჩვენთვის ყველაფერი ღვთის ძალა არის. ჩვენთვის მორწმუნეებისთვის აი ეს დღე არის ღვთის ძალა, მათი ძალა და მათი შემწეობა. ამიტომ თუ ადამიანი ამას მართლა ამ თვალით არ უყურებს, ძალიან ძნელი ამაში რაღაცა სიკეთე და დღეს დღესასწაული კონცერტი იმართება ხიდზე, ერთმანეთს ულოცავთ, აღა დღეს რო გავიგვიძე, ჩემ შვილებს მიულოცეთ დღევანდელი დღე, უთხარი გილოცავთ ამ დღეს, შეგეწიოთ მათი მადლი, დაიფაროს თქვენი ცხოვრება და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მე ვარ ქართველი, ვარ მართლმადიდებელი და დღევანდელ დღეს ჩვენ აღვნიშნეთ ამ დღეს. ეს ჩვენ დიდი სიხარულია. და ამ ადამიანების ამ წმინდანების დამსახურება ხო და ეს არის ქრისტიანული თვალით დანახული ეს სამყარო, მაგრამ ხორცელი თვალით ეს ყველაფერი სისულელეა და წარმოდენ რას აღნიშნავთ მაშინ თუმცა ხორცელი თვალით შევხედავთ ამ ყველაფერს და მიწიერი თვალით. აი ისტორიის ღვთისმეტყველების კუთხით თუ შევხედავთ, რაზეც თქვენ საუბრობდით, ესე იგი მონარქი როგორც ცხოვრობს, თქვათ, ან პირველი პირი, თქვათ, ერის, ის განაპირობებს მისი ცოდვები შეიძლება გადავიდეს თელს ერზეც, ასე გამოდის. ნახეთ, აი როგორ ეს არის მიმბაძველობა, ნახე, ჩვენ აი ყველაზე რთული არის საერთოდ ადამიანისთვის, რომ აი რაღაცა ჩვენ ყველა ვიღაცას ვიღაცა ბაძავთ, მაინც ახლა ჩვენ მაგათ ქრისტიანები ბაძავთ ქრისტეს. მიყვებით მის გზას, მის მოციქულებს, მის მოწაფეებს, მის გზას მიყვებით და ჩვენთვის ახლა მისაბაძი არის პავლე მოციქული და მას ბაძავ იონო ქროპირი და წმინდანები ის ადამიანები, ვინც ქრისტეს გზა აირჩიეს. ბუნებრივად მონარქი, ანუ სახელმწიფოს მმართველი, როგორ განაგებს ამ დიდი მნიშვნელოვანი დავით აღმაშენებელის
სიდიადემ და დავითმა პირადმა მაგალითმა მოგცა იმის მაგალითად მე თამარ-ფესოს მივიღეთ ოქროს ხანა. ეს ყველაფერი დავით აღმაშენებლის დამსახურება იყო. მისი პირადი ღვაწლის დამსახურებაც იყო, ანუ მისმა პირადმა ღვაწმა და მისმა მონდომებმა განაპირობა ის, რომ ერითლიანად შემოაბრუნა ღვთისაკენ, განთავისუფლდა თბილისი და როგორც ხორციელი ტყვეობისაგან განთავისუფლდა არაბებისაგან, ესევე სულიერი ტყვეობისაგანაც განთავისუფლდა დავით აღმაშენებელმა გიორგი ჭკვენდელთან ერთად ერი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორი ადამიანები მართავენ ქვეყანას, როგორ კანონებს იღებენ სახელმწიფოები, როგორ წესჩვეულებაზე ცხოვრობს. ამ ადამიანებს, იმიტომ რომ სახელმწიფო ხო მარტო სულიერი ადამიანები არა, ჩვენ ხო ხორცშიც ვართ, ანუ ჩვენ შევდგებით ხორცისგან და შევდგებით სულისგან. ბუნებრივია ეს სახელმწიფო, სადაც ჩვენ ვიბადებთ, ამ მიწიერ ცხოვრებაში პასუხისმგებლები ვართ ყველანი. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ მართავს ამ სახელმწიფოს, როგორი ადამიანები მართავენ სახელმწიფოს, მათ გააზრებული ქონდეთ რომ შენ ესეთი ქვეყნის მართველი ხარ, წარმოიდგენ, ანუ მე ქვეყნის მართველი ხარ, სადაც აი მიწას რო ხელი მოკიდო, ესე რო აიღო მიწა, ყველა მიწის გოჩს სისხლი გამოვა ჩვენი მოწამეებისა. და შენ წარმოიდგინე, შენ რო თუ სახელმწიფო მართველი ხარ, შენ ხარ დავით აღმაშენებლის შთამომავალი, წარმოიდგინე, თუ ხედამთავარი ხარ, ჯარების მთავარი ხარ, შენ ხარ წარმოიდგინე შალვა ხალხის მემკვიდრე ხარ, თუ სასულო პირი ხარ, შენ ხარ წმინდა ამბროს ხელაის მემკვიდრე, შენ ხარ წარმოიდგინე უდიდესი მამები გრიგოლ ხანძთელის მემკვიდრე ხარ, წმინდა გაბრიელ ქიქოძის მემკვიდრე ხარ, ანუ შენ ამათი გზის გამგრძელებელი ხარ. ახლა ადამიანს უცე ეს არ გესმის, რომ ჩვენ ერის კაცები, მაგალითად ეს კაცები არიან ცოტნე დადიანის ხაზის გამგრძელებელი ხარ, ესეთი მოწამეების და აი ყველაფერი ჩვენ ამას უნდა ხედავთ. ის ხელისუფალიც ამას უნდა ამჩნევდეს თავის თავში, რომ უნდა ხედავთ, რომ შენ ამ ხალხს არ მოადგენ. შენ აი იქ როდესაც 100,000 მოწამე ეწამა, იქ მარტო ერის ადამიანები არ იყვნენ. იქ ეწამნენ მდეომთავრები, სასულო პირები, ბერები, ერის მართველებიც, ჩვეული ანუ ყველა საზოგადოების ფენა ვინც კი იყო საქართველოში, ეს ადამიანები ყველა ეწამა მაშინ. იქ იყო მდიდარის და იყო ღარიბიც. იყო თანადოების პირიც და იყო სასულო პირიც. ანუ ყველანი იყვნენ იქ მასათას მოწამეში. ანუ ესენი ჩვენი წინაპრები არიან. ჩვენ ამათი გზა უნდა ვირჩიოთ, ჩვენ ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ქრისტეს გარეშე ჩვენი ხსნა არ არის. ღმერთის გარეშე საქართველოს ვერავინ და ვერაფერი ვერ უშავს, იმიტომ რომ თუ დღემდე ჩვენ მოვედით, ჩვენ დღემდე მოგვიყვანა ქრისტეს წმენამ და ღმერთთან სწორმა დამოკიდებულება მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. როგორც კი ჩვენ ღვთისმცნებას გადავდიოდით, იმ წამსვე ჩვენ ერზე შევბოდა დიდი განსაცდელი. და იმით შემოდიოდა ეს პრობლემები. ანუ ერმა ეს უნდა სულ მაგაზე ფიქრობ, ახალგაზრდებს როცა ვესაუბრები, სულ მაგაზე ვესაუბრები ახალგაზრდებს, რომ არ შეიძლება რომელიმე ქვეყნის იმედად იყოთ. სულ მაგაზე ველაპარაკები. არ შეიძლება, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში შეიცვლა პოლიტიკური მთავრობა, ანუ სხვა შეხედულების ხალხი რომ მოვიდეს, ის სახელმწიფო სხვა მიმართულებას აგრძელებს იმ წუთშივე. და ერთადერთი იმედი შენ ვისაც უნდა გქონდეს და ვისაც უნდა ეყოლო, ეს არის დედა ღვთისმშობელი. ეს არის ქრისტე და წმინდანები. ჩვენ მათი იმედად უნდა ვიცოდეთ, რომ სხვანაირად ამ ქვეყნის გადარჩენა არ წარმოდგენდა. სულ დღესაც ვევედრებოდი ღმერთს აღდილით რომ გავიღვიძე, ასეც მოწამეს ვეუბნებოდი, ვევედრებოდი რომ ღმერთო აი ესენი ხო ყველანი შენ წინაპრები შენი შთამომავლები ვართ, ახლა ამასაც მოწამე შთამომავლები ვართ ყველანი ჩვენ თულჩვენდაგანი ხო? და ვევედრებოდი რომ აი შეეწი ამ ერთ ჩვენ ახალგაზრდობას რომ გააზრებინე მათ რომ შენს გარეშე ჩვენ არაფერი არ გვეშველება და ყველა ქართველის გულში რომ შემოვიდეს ეს ქრისტეს დაჯერება და ღვთის დაჯერება. სხვანაირად თქვენ ვერ გადარჩევა. თუ ადამიანები ვიცხოვრეთ არაწმინდა ცხოვრებით, სიბილწით, მრუშობით, ამ ნარკოტიკებით, აზარტული თამაშებით, ამ საშინელებით ცხოვრობთ, ვიცოდეთ, ღმერთი ვერ შეგვეწევა და ვერ დაგვეხმარება, იმიტომ რომ ჩვენ საკუთარ გულის კარს უკეტავთ ღმერთს ჩვენი ცოდვებით. მას არ უხსნით გულის კარს, რომ ქრისტე ჩვენ შემოვიდეს. არ ვაძლევთ უფლებას, რომ ჩვენი სახელმწიფო ქრისტესგან და ღმერთსგან იმართებოდეს. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენ საღვთომცნებების დაცვა უნდა ვისწავლოთ. თვითონმა ჩვენგან აი არავის სხვაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ როგორ ვიცე, ზოგჯერ ვიღაცის აი სხვა მგვინა რომ გააკეთო ჩვენი გასაკეთებელი არა, პირადად შენ უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი. დღეს რო გაიღვიძე დილით, ილოცე თუ არ ილოცე. აი დღეს რო გაიღვიძე, აი რა გააკეთე, აი ევედრე თუ არა, ღმერთს ესაუბრე თუ არ ესაუბრე დღევანდელ დღეს. რო გაგითან დღე ყველა დაგიღალ აუცილებლად, იმიტომ რომ თუ გინდა ამ ქვეყნის გადარჩენა, ამ ქვეყნის გადარჩენა ეწყება შენით. და ეს 100,000 მოწამეს სენებაც, ცოტა ამის ნიშანი, ანუ ჩვენ ეს უნდა გავიდი, აი რატო აღნიშნა და გავედი, აი ხიძე გავედით. და მე გადაყარეთ ყვავილები და რა. და რა მე აი და პატივი, რას ვიცით პატივი, რატომ ცევთ პატივს? იმიტომ რომ ჩვენც მათი ცხოვრების წესი, აი პატივის სცენა არის, თუმცა შენ მის ცხოვრების წესის ჭირში, აი მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ახლა შულს უყარს მშობელი. დიახ. აი შულს უყარს მშობელი. და ამ მშობელმა შულს დაუტოვა ძალიან დიდი ქონება. დაუტოვა კარგი სახელი იმ რაიონში სადაც ცხოვრობდა. და თუ შულს ეს მშობელი უყარს, რა უნდა გააკეთო შულმა?
პირველ რიგში მის ეს დანატოვარი არ უნდა გაანადგუროს, არ უნდა მოსპოს. პირიქით, ეს უფრო მეტად და გაამდიდროს ეს მისიისა და ყოველთავარი ის სახელი, რაც მას მშობელმა დატოვა, ამ სახელს უნდა გაუხსნას თავის ცხოვრების წესით. თუ მას მშობელი ნამდვილად უყვარს, თუ მას ამ შოუსმა ნამდვილი პატივისცემა აქვს. ანუ შენს იმ ცხოვრების წესს უნდა გააგრძელო ცხოვრება და თუ შენი მშობელი არასწორად ცხოვრობდა და არ დაგიტოვა ეს ქონება, არაფერი არ დაგიტოვა, ხო? შენ თუ კარგი შვილი ხარ, მაშინ შენი მშობლის ცხოვრება უნდა გამოასწორო და შენი ცხოვრება უნდა შეცვალოს ასიკეთოდ. და უკან წამოსო პირიქ საშინელება არის. ანუ ჩვენი დამოკიდებული ასე მოწესნა იყო, ჩვენ როგორ ცხოვრობ დღეს, აი მე მამაშალო კეკელია. ვარ ისე სასრულო როგორიც უნდა ვიყო? მე ვემსახურები ღმერთს, აი ელისაბედი ემსახურება ესე, აი ჩვენ ვემსახურებით ესე ამ ქვეყანას და ჩვენი დამოკიდებულება, როგორი აი მე გამოჩნდება, მე იქნება მათი პატივისცემა. აი ჩვენი ცხოვრების წეს ნოცეთ მათ პატივი. მამაშალა, ისე როგორი გაუტეხელი არის ქართველი ერის ბუნება და ხასიათი, რომ აი ისეთ თქვათ განლაღებულ ვითარებაშიც ახლა თქვენ ისტორია გაიხსენეთ, ხო? მე-13 საუკუნის დროინდელი, როდესაც ლაშა გიორგი მეფობდა, აღმოჩნდა 100,000 ქართველი, რომელმაც ასეთი მაგალითი მოგცა თავგანწირვის და ძალიან მაგარი კითხვა დასი ახლა კილზაიც აი დღეს დილით ზუსტად მაგაზე ფიქრობდი, აი მანქანაში ხო რო ვიჭიქი რომ მოვდივით, აი მაგაზე ფიქრობდი, ანუ ეს განლაღებული ერი, რომელიც მართლა ცოდვას იყო მიცემული, როცა საქმეზე დადგა. მათ შეძლო საკუთარი შვილების ღმერთს მიუძღვეს. მიუხედავად იმისა, იმიტომ ეს არის გენეტიკური კოდი ქართველი ერის, აი გენეტიკური კოდია, ეს ზუსტად აი იმდენად აი ქართველებს ქრისტიანებად გვიყვარს, მიუხედავად თუნდაც ჩვენი არასწორი ცხოვრებისა. აი ცუდი ამას რომ აი როცა დადგება და საქმეზე რომ მიდგება, ქართველი კაცი სხვანაირი ხდება. ჩვენ გვახსოვს აი 9 აპრილს როგორ გაერთიანდა ერი, კოვიდის დროს როგორ გაერთიანდა ერი, თუნდაც აი ის რო იყო თბილისში მაშინ წყალი ვარცხდება და ტრაგედია, თბილისის ტრაგედია როდესაც აი მაშინაც როგორ შეიკრა ერი წარმოიდგინე ივნისში, აი როგორ შეიკრა და ყველა ერთად ვიყავით, ყველა ერთად ვასუფთავებდით მაშინ ვაკის პარკეთ, ყველა მზიურის პარკს, ყველა ერთად ვასუფთავებდით, ანუ ერს რაღაცა ეს თვისება ეს არის, აი ერი ხო საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება. და ეს ერი ჩამოყალიბებულია ქრისტეში. მაინც მიუხედავად აი ჩვენი არის აი აბა ვინმე მცადოს და გამოცადოს ქართველი. როგორც კი რამე აი სარწმუნოებას მიადგება რაღაცა, შეიძლება რა ყოველსა მე ერთიანად გება ეს ერი. და ჩვენ ეს ვანახეთ 17 მაისს, მაშინ როდესაც აი თელი ერი გამოვიდა და ეს თქვა რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ ამ გზაზე ვდგავართ და ეს უნდა გაიგოს თელმა მსოფლიო. ჩვენ როგორი ჩვენ ვერ გაგვიცნო. ჩვენ ერთს ვერ ჩაწვდა ეს ხალხი რომ ამ ხალხს ესე ვერ გატეხავ, ამ ერთს ვერ გატეხავ ესე. თუნდაც იმ საცურებითაც ვერ გატეხავ. რაღაცა პერიოდ შეიძლება ეს ერი აიყოლიო წუჩი. გაყვეს ეს ერი ამ რაღაცა მცულზაზე გამოყვეს, მაგრამ მე უცებ როცა საქმეზე დადგება, ამ ეს ისტორია გვიჩვენებს ამას რომ დადგება საქმე ჩვენ ეს შეგვიძლია. აი ბახტრიონის ბრძოლა არის ერთ-ერთი მაგის მაგალითი. მიშვებული ერი, რომელსაც უკვე ბატონობენ, უკვე არაფრის თავი აღარ აქვს, არაფერი და როგორც კი ალავერტში მღვდელი გაუპატიურეს თურქებმა, თელი ერი დადგა წამე ბახტრიონს და უცებ წარმამხელავენ მოვიკეთ. ამ აი წარმოიდგინე აი უცებ ისეთი რაღაც სიმამაცე გამოიჩინა ერმა რომ გადაუარეს ამ გაყარეს აი 10ჯერ მეტი რაოდენობით ადამიანს ბრძოლა მოუგეს, იმიტომ რომ მათ ღირსება შეეხნენ. აი როცა აი ქართველი კაცის ღირსებას ეხები და მის აი ეროვნულ მესეხები, აი მენტალიტეტს ეხები, მანდ უკვე ქართველი კაცის გატეხვა ძალიან ძნელია. ძალიან რთულია და ქართველი კაცი არა მიჩეული მონობას. ესე ვიღაცის ზევიდან ბრძანებას არაერი მიჩვეულ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ხნის ერია. ძალიან დიდი ბრძოლით აი ადამიან პირად ცხოვრებაში გამოერხა. ადამიან რომელსაც საკუთარ თავთან უბრძოლია, ნებების წინამდე გაუწევია ბრძოლა, აი არ დაუთმე რაღაცები, ხო? ესეთი ადამიანის გატეხვა ძალიან ძნელია. ადამიანს მიშვებულია თელი ცხოვრება ამ სიბილწის ცხოვრებას, მისი მართვა ძალიან მარტივია. ეს ერიც ადამიანებით არის ამ მერსაც კი ესეთ ადამიანს ერწყმის დაცემები შეიძლება ქონდეს რაღაცა ცხოვრების რაღაცა მონაკვეთში შეიძლება ის რაღაცა ესე ვერილოცა რაღაც შეიძლება ცოდაში ჩავარდა მაგრამ რადგან ეს ადამიანი გამოწუთობილია ამ საკუთარ თავთან ბრძოლაში და ღმერთის სიყვარულშია გამოწუთობილი თუნდაც მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ცხოვრების ეტაპზე ის არასწორად იქცეოდა საქმეზე რომ მიდგება იმას ვერ გატეხავდა ერთხელ პატრიკის ისტორიას გავი პატრიკმა ესეთი ისტორია მოგვიყვა ერთხელ რა სტუდენტები ვიყავით მაშინ და უბრალოდ სიუნში ქადაგა ერთხელ ავღანეთში რომ მიიღო მაშინ ერთ-ერთი თბილისელი ბიჭი დაიჭირესო რა და ეს ბიჭი იყო ნარკომანი ძალიან ესეთი არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა და როცა დააკავეს ეს ავღანელებმა ეს თხოვეს რომ აბა უთხრეს რომ ამდენი ჯარისკაცი ყავთ რა რაც კი ახსო ყველაფერი მოყვა ამ ბიჭმა და ეს როცა ჭელი ყავდა და ბოლოს რომ დადგა ეს თან
და ნარკოტიკებს აძლევდნენ იკეთებდა ეს ნარკოტიკები ძალიან ბედნიერი იყო და უცებ უთხრეს ამბის რომ რჯული უნდა შეიცვალო 1-2 თვის შემდეგ. ეს გაგი რჯული უნდა შეიცვალო. უნდა გახდე მუსლიმი. არა ვარ გახდებიო. და ეს ადამიანი რომელიც წარმოიდგენა აი ვერავინ წარმოიდგენდა მის ამ თავგანწირვას არ ვფთები მე ჯერ წამალი არ მის რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს ნარკოტიკი მის წინაშე იკეთებდა ნარკოტიკს მაგრამ მაინც არ ტყდებოდა და ბოლოს აი როგორ შალვა ახალციხელის ნაწილებში გადაჭეს აი ყველა ნაკეთში ესე ნაწილ დაჭრა დაუწყეს და ამ ადამიანმა არაფრით ქრისტიანობა არ დათო და ეს ხდება კომუნისტების დროს მაგრამ შეიძლება ამ ადამიანს შეიძლება ზიარებაც არ ქონდა მიღებული შეიძლება ლოცვაც არ იცოდა შეიძლება მარხვაც არ იცოდა მაგრამ შინაგანად მასში ეს მართლმადიდებლური საწმუნოება იმდენად გამიჯდარი იყო მან ეს მართლმადიდებლობა არ დათო კომუნისტების დროს რა საოცარი ისტორია ეს საკონდოს პატრიკმა მოყვა აი ეს არის ერის გენეტიკა და მერთან ესე მარტივი არ არის და ამის დღევანდელი დღემის მაგალითია რომ ამ მერს არაფერს არ უნდა ეშინდეს როგორც წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს ქრისტიანებს ეუბნება რომ ნუ გეშინია თქვენ უკვე გამარჯვებულ ომში ხართ ჩვენი ერი უკვე გამარჯვებულ ომშია ჩვენ რო 6000 გარეჯელი ბერიკოს უკვე რომ თავი დადო 100,000 მოწამე, ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, ამდენი მოღვაწე მომერყოს ამ ქვეყანას, ქართულს არაფერს აღარ უნდა შინდეს. ჩვენ გამარჯვებულ ომში ერთადერთი რამე გვჭირდება ქართულს, რომ შენც ამ გზას უნდა გაყვე. შენ ამ გზას არ უნდა გადაუხვე და საკუთარ თავს უნდა გამოუცხადო ბრძოლა და ღვთის გზაზე უნდა იარო. ერთადერთი გვჭირდება, აი დანარჩენი ჩვენს ყველაფერი გაკეთებულია, ყველაფერი მოცემული გვაქვს, ყველაფერი მოგცა ღმერთმა. მამაშალა არიან ჩვენ სერში სკეპტიკოსები, რომლებიც ეჭქვეშ აყენებენ, თქვათ 100,000 ქართველის მოწამის თავგანწირვასაც, თქვათ ღვთისმშობლის წილხდომილობასაც და ასე შემდეგ, ნუ ამაზე ბევრს არ ვისაუბრებთ. ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ქართლის ცხოვრებაში წერია და წყაროებით დასტურდება და ჩვენ არა მხოლოდ რა თქმა უნდა წყაროებში დასტურდება და ეს ანუ რაღაც ისეთი მიმართება, რომ თითქოს ვინმე ზღაპარს ყვება, ეს კომიკურია რა თქმა უნდა. ძალიან კარგი რაღაცა გამახსნა მაგათ ის ადამიანები, სხვათა შორის, ვინც აქ მაგადგილზე 100,000 კაცი ვერ დაეტეოდა, ჯერ ტყუილი არის ისო რომ 100,000 კაცი დაეტეოდა, ამას ამბობდნენ ტელევიზიაში გამოდიოდა, ამბობდნენ ხოლმე ამას. სულ ეს ადამიანები, აი საოცარია ღმერთის მხილება ამ ადამიანებისა რა და რამოდენიმე წლის წინ მახსოვს რაღაცა მიტინგი ჩატარდა და იმ ადგილზე სულ ეგ ადამიანები შეიკრიბნენ. აი ეს ადამიანები, ვინც 100,000 მოწამის იმას უარყოფენ და აქ 300,000 კაცი ვიყავით და წარმოდიდგენთ, იმ დროს იყო მდინარე, წარმოდიდგენთ თელი მინდორი, იქ შენობები არ იყო საერთოდ, აი ყველასა გავსვა 60-იანი წლების ვიდეო რო ნახოთ, ანუ ფოტოები რო ნახოთ, იქ დიდი მინდორი იყო, უზარმაზარი ტერიტორია იყო, იქ დასახლებული ადგილიც არ იყო, წარმოდიდგენთ მე-13 საუკუნეში ახლა თელი ამ ხელა მინდორი ამ ტერიტორია და დღეს ახლა ეს ჯერ შევიწრებული მტკვარი ანუ ეს გზა, პატარა ბილიკი, ამდენი შენობა, ამდენი და იმ ადგილზე იმ პატარა მონაკვეთზე ამბობდნენ რომ 300,000 კაცი ვიდექითო. ამას ამტკიცებდნენ. ამას გვინდიქს რომ დღესო ვიდექითო 300,000 კაცი. ის ადამიანები, ვინც ამას ამბობდნენ, ის ტელევიზიები ზუსტად არო 100,000 ტყუილი არის. ისინი ამბობდნენ ამ ადგილზე ვიდექით 300,000 კაციო. და 100,000 კაცი ვერ დაეტევოდა გაშლი მინდორზეო წარმოგიდგენ. თავისივე თავი ზოგჯერ დღეს აი როგორია ღმერთის აი საოცარი ხილება. ამას რომ წლები გვიმტკიცებდნენ ეს ადამიანები რომ ამ ადგილზეო 100,000 კაცი ფიზიკურად ვერ დაეტევოდაო და ეს ტელევიზიები ამას ამბობდნენ. თვითონ ამბობდნენ ამას დაგვრცინოდნენ ამას 100,000 რომ ამას ვამოწევ რომ ამ ადგილზე 100,000 კაცი დაეტია. და თვითონ მე ვთქვი რომ ამ ადგილზე 300,000 კაცი ანუ სამჯერ მეტი ადგილი, სამჯერ ნაკლები და 5ჯერ ნაკლებ ადგილზე დგას აი. აი ძალიან მარტივი პასუხია ამისაც. თუნდაც სამით ახლა აი ეს არის როცა ადამიანს არ აი სახარებას თვალი გაგვდა ვერ ხედავთ, ყური გაგვდა არ გასმის. ადამიანს ამის დანახვა რო არ გინდა, უკვე შენთვის პრობლემაა, ეს ანტი პრობლემაა, რომის ნახვა არ გინდა. დაახლოებით 1 წუთი გვაქვს სასაუბროდ დარჩენილი და ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ რომ ვუთხრათ მაყურებელს და რატომ არის აუცილებელი რომ მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს დღევანდელ დღის აღნიშვნაში. პირველ რიგში ყველაფერი დგას მადლიერებაზე. ადამიანს სამის მადლიერება არ აკავს და შენ წინააღმდეგ პატივისცემა არ იცი. ეს ძალიან მძიმე და ძალიან ცუდია. წესით ახლა დღეს თელიერი იქ უნდა იდგეს. ყველა სასწრაფო პირი, ყველა ეპისკოპოსი, ყველა მართლმადებელი დღეს უნდა გამოხატოდეს პატივისცემას. თელიერი აი სამწუხაროდ რაღაცა ჩვენ ეს ვერ შევწელით. აი მე ვიცი წლების განმავლობაში ჩვენ ეს ვერ მოვახერხებთ თელიერი, ჩვენი შვილები, ჩვენი ოჯახის წევრებთან ერთად წელიწადში ერთი დღეა, ხო ეს 13 ნოემბერი. ერთადერთი წელიწადში ერთი დღეა და იქ ვერ ვახერხებთ რომ ზუსტად იმ 5 საათზე რომ თელიერი იქვიდგეთ. ეს არის რომ შენ ჯერ კიდევ გააზრებული არ გავს ამ დღის მნიშვნელობა. და მე უსურვებ ჩვენ ქვეყანას რომ ყველას გაიაზრებენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ან შეიძლება იმ მომენტში თუ არ იქნება 5 საათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია გაიარო, უბრალოდ პატივისცე ამ ადგილს და შენს ყოველ გამოხატო იქ. შენ წიაბრების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა მამაშალა, კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვილოცავთ ყველას. ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი შალვა კეკელია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.